ალბათ როგორც გვაჩვენა შედეგებმა სწორი იყო მისი მხრიდან, იმიტომ რომ კარგად გამოიყენა ეს და აი ომის შიში მაინც ძალიან ტრამვატულია, იმიტომ რომ ეს არის ომები, რომელშიც ყველა ომი, რომელიც აი ბოლო 14-15 წელიწადში მოხდა საქართველოში, საქართველო დამარცხდა ომებში და ეს უზარმაზარი ტრავმაა, შეიძლება ითქვას, აი დაბადების ტრავმა, ქართული სახელმწიფოებრების ომი, სამოქალაქო ომი, ნგრევა, ტერორი, რა ვიცი, ეს ყველაფერი და ამ თვალსაზრისით ადამიანის მანიპულაცია იმის დაშინებით, რომ აი კიდე მოხდება და ეს მეხსიერება არსებობს, ეს არის ღია ჭრილობები. არც ერთი ეს ომის შედეგი რეალურად საქართველოში არ მოგვარებულა არასდროს არც ერთ-ერთმა ხელისუფლებამ ეს ამის მოგვარება ვერ შეძლო. შესაბამისად ეს არის ღია ჭრილობები და ღია ჭრილობებზე რომ მარილს მოაყრი, აი ეგ იყო აბა ომი გინდათ და იმოქმედა ხო დავინახეთ ამ ადამიანებზე იმოქმედა ამ დაშინებამ მიუხედავად იმისა რომ ხა ესეთ მათ არ გამოუგონიათ არა ნუ ეს ძალიან გავრცელებული ფორმაა დღევანდელ სამყაროში თან უკვე ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდით მე უკვე ამ შემთხვევაში არა მარტო ჩვენ რეგიონს და საქართველოს გულისხმობ არამედ მსოფლიო რომ უკვე რაღაცა გლობალურ ომის მდგომარეობაში გადადის თითქოს მთელი მსოფლიო და აი პროპაგანდა ვახსენეთ და ახალი ძალა შეიძინათ და ახალი ძალა შეიძინათ თუმცა ფორმები ნაცნობია ძალიან პროპაგანდამ და პროპაგანდის გამოყენებამ საზოგადოების დასაშინებლად მოსატყუებლად მათ შორის თუმცა ამ ყველაფერს თავისი ყავli აქვს რომელიც ძნელდება გასდის ხოლმე ეს ტაქტიკა ავტორიტარული რეჟიმებისათვის არის ძალიან ნაცნობი და მეორდება ხშირ შემთხვევაში. მათ შორის აი ყველაზე უფრო ისე ტრადიციული რაც არის ხო, რაც გერმანული მოდელი რაც იყო ავტორიტარიზმის დიქტატურის დამყარებისა, რაც გამოიყენებოდა, ამის კვალი შეიძლება დღევანდელი რეჟიმის ბევრ ტაქტიკაში შევამჩნიოთ. თავისთავად როგორი არის ივანიშვილისეული ავტორიტარიზმის ანატომია. ჩვენ ამაშიც გვაქვს გამოცდილება სხვადასხვა ფორმის ავტორიტარიზმები უნახავს ამ ქვეყანას. ამ ავტორიტარიზმის ანატომია ძალიან სპეციფიკურია. როგორ გამოიყურება შეკრება? აბსოლუტურად და სწორია, მაინც ზუსტად ესე დასმას აკითხის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიძახით, რომ აი საბჭოთა კავშირი არ არის. ეს სხვა სისტემაა. ანუ რომ ვადარებთ ჩვენ თავს ვიტყუებთ. აი შეგენებულად რომ არასწორ მათემატიკურ გამოთვლას ვაკეთებდეთ და გვეგონოს რომ სწორია. ეს არის თვისობრივად ახლებური, რამდენადაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოხდა ისე რომ კერძო ადამიანმა, რა ბიზნესმენმა, რომელსაც აქ აი ბიზნესმენის ინტერესი რა არის, შეიძლება მეტი მოიხვეჭოს ხო და შესაბამისად მოიწყოს რაღაცა ესეთი მდგომარეობა, სადაც მაქსიმალურად გამდიდრდება თვითონაც და მისი გარემოცვაც. და შესაბამისად ანუ რაღაცა ტიპის მიზნებს კი არ ემსახურება, ანუ ყველა პოლიტიკური ავტორიტარიზმები რო ავიღოთ, ან დიქტატურები, ხო მე-20 საუკუნეს სავსე იყო დიქტატურებით ყველა კონტინენტზე არა და ყველას რაღაცა თავისებური მიზანი ჰქონდა, რომ აი ამ დიქტატურას კი ვამყარებ, მაგრამ ეს მინდა. ხედვა, კი. იდეოლოგიური დიქტატურები რამდენი იყო, ნახევრად იდეოლოგიური, რა ვიცი, აი მიზნები ჰქონდა. სოციალური ბიოლოგიური ინჟინერია, რა იდეები არ ყოფილა ხო? ანუ აქ იყო მარტო საბჭოთა სტილის დიქტატურები რო ავიღოთ, არა, ნუ მართლა სოციალური ინჟინერია მიმდინარეობდა, ანუ თქვა არასაბჭოთა ტიპის დიქტატურებში იქაც ბიოლოგიური გადარჩევის გზა, რა ვიცი, არ ათასნაირი, ხო, აი რაღაც ახალი სახეობების გამოყვანა. აქ ვერ გაიგებ რა არის გარდა იმისა, რომ ეს არის ერთი, აი ამ თვალსაზრისით ჩვენ ვახერხებთ ისევ ქართველები, რომ მაინც უნიკალურები ვიყოთ. იმიტომ რომ ბიზნესმენს ოლიგარქს დაემყარებინოს, შეექმნას, მიეთვიტაცებინოს ქვეყანა, ეგეთი რაღაცა ჯერჯერობით არ მომხდარა. ამაში პიონერები ვართ. შეიძლება ეს არის ჩვენი რაღაცაში ყველაფრით ორიგინალურები უნდა ვიყოთ და აი ხო ვამაყობდით, რომ სტალინი ქართველია და ყველაზე დიდი დიქტატორი კაცობრიობის ისტორიაში ქართველია. ეხლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ახალი რაღაცა მოვიგონეთ საქართველოში, ეს არის აი ოლიგარქიული ავტორიტარიზმი, ხო? ერთმა ადამიანმა, რომელსაც ბიზნესმენს საკუთარი ინტერესები აქვს და გამდიდრების ინტერესები, მიიტაცა ქვეყანა და ამისთვის მოგვიწყო ავტორიტარული რეჟიმი. თუმცა ჩემთვის მართალი გითხრათ, სულიად გაუგებარია, რაში დაჭირდა ეს, იმიტომ რომ ისედაც იმდენად სუსტი პოლიტიკური სპექტრია საქართველოში, რა თქმა უნდა, დიდი დამსახურება მამაში თვითონ მართლ ძალასაც მიუძღვის, რომ ისედაც მოახერხებდნენ ისინი დიდხანს გაძლებდნენ კიდევ აი ამ ყველაფრის გარეშე. ამდენად ჩემთვის ბოლომდე არც ერთი ის ვარაუდი და ვარიანტი, რომ რატო წავიდნენ იგივე დაწყებული ამ აგენტების კანონიდან, ამ რუსული კანონიდან და მთელი კასკადი რაც მიაყოლეს, საქართველოს აქციის მართლა პატარა მინი ჯოჯოხეთად და იმ ჯოჯოხეთის გარეშე შეეძლოთ.
და შეეძლოთ იცი აი საინტერესო რა არის რომ შეიძლება ყველა დიქტატორს თავისი თაყვანისმცემლები ყავს და უყვართ ის ძალიან ხშირია აი ამაზე დგას ხოლმე დიქტატურა არა მარტო ძალადობაზე და ტერორზე და ხოცვაზე არამედ მას თავისი თაყვანისმცემლები ყავს ივანიშვილიც შეიძენდა ასეთ თაყვანისმცემლებს რომ არ მოეწყო ესეთი ტერორი ხო ჩვენ დღეს მართლა რაღაცა გაუგებარი აი რაღაცა ბელორუსიის აი ვერც შეადარებ ხო აი რაღაცებს გავს ხო აი კანონები ბოლო 2 წლის განმავლობაში არის მიღებული რომელიც რამე კონკრეტულ მიზანსაც მე ვიტყვი რომ არ ემსახურება ეს გაამწარო ადამიანები ეხლა შეიძლება ეს მე ყველაფერი გადაბრალდეს იმას ობახიძეს როგორც ამ ყველაფრის ავტორს და შეიძლება მისი ფსიქიკური წყობიდანაც გამომდინარეობდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაამწაროს და აი ეს ანიჭებდეს მას სიამოვნებას ეს ჩემი აზრით ზუსტად ამ ტიპის ფსიქოლოგიური წყობის ადამიანია სადისტური ფსიქიკის ადამიანია რომელსაც სიამოვნებს აი რა ვიცი გამოდიოდა მახსოვს დეკემბრის დღეებში და სიცილით ამბობდა რომ ვიღაცა ცემეს ვიღაცა დაშავდა ვიღაცა ცუდად არის აუყურებდა ხო კადრები ერთხელ და ახლა რომ ვერ ხედავ ხო ანუ რაღაცა სიამოვნების მიღების ფაქტორი არის და ახლა შეიძლება მე მოხდეს ისე რომ აი კეთილი აი ხო არის რომ ბოროტი ბერია იყო და კეთილი სტალინი აი მე ეს მითი შეიქმნას რომ აი ბიზნესს არ უნდოდა და ეს ყველაფერი ბოროტმა არიცოდა და ბოროტმა ობახიძემ ჩაიდინა და დინარაძემ ერთის მხრივ ხედავთ პროტესტს, ამ პროტესტში არ გულისხმობ მარტო ქუჩაში რამდენი ადამიანიც გამოდის. ის რომ ივანიშვილმა ახლა ბოლო 2 წელიწადში მათ შორის პროპაგანდისტული ინიციატივას დაკარგა, მე ასე უყურებ, დაკარგა, იმიტომ რომ ეს პროპაგანდაც მათ შორის არ მგონია რომ ძალიან ეფექტური იყოს, რაც ახლა მისდევ, რომ თქვენ იცი რა გერმანიაში უკეთ გერმანიელებზე უკეთ ცხოვრობთ, გერმანია ღარიდება თქვენ აი ამ ეს ჩემი ყველასთვის სასაცილოა ამ ქვეყანაში. ძალიან უნიჭოები არის. მე ვიტყოდი რომ აი ზედმეტად უნიჭო პროპაგანდისტები, აი მაგაშიც არ გაუმართლათ. შეეძლოთ უკეთესი პროპაგანდისტები მოეყოლათ. ახლა რუსთავიორი რომ გამოდის ნათია ლაზაშვილი ერთდროს დემოკრატიული ჟურნალისტიკის აი შენობაში როდესაც მოღვაწეობდა და არც ხვენია როდესაც ამბობს რომ საქართველოს თურმე სოფლიოში საუკეთესო სტანდარტების ქვეყანა. ჩვენ ხო მართლა 70-იანი და 60-იანი წლების საბჭოთა კავშირი არა ვართ რომ არ იცი რა ხდება და მითების მონაყოლები ცხოვრობთ რომ იქ მართლა რაღაცა წარმოდგენა ანუ ყველამ იცის როგორ ცხოვრობს ევროპა. არ ჭირდება მას რუსთავიორის მაყურებლობა. ხო, იგარბიან და გავრბიან ყველანაირი ფორმით, კარგი ცხოვრებისთვის თუ ცუდი ცხოვრებისთვის. ხო, 1000 რაღაცისთვის არა, ანუ ამით ვეღარ მოატყუებ. კი, და არ თხუდება არავინ, ასე მგონია მე, რომ აქ რაღაც ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ხედავთ დიდ პოლიტიკურ ნიჰილიზმს. როგორ ხედავ, რა პროცესია ის, რაც ახლა ჩვენ უყურებთ, ძალების დაგროვება თუ ეს არის რაღაცა ღრმა სოციალური ფრუსტრაცია, საიდანაც ფეხზე წამოდგომა უფრო რთულია ხოლმე. უფრო მარტივად რო თქვა, უფრო ოპტიმისტურად უყურებ ამ პროცესს მაინც, თუ ხედავ რაღაცა იმას, რომ ამ ძალამ მოახერხა გათიშვა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილებისა ერთმანეთისგან. მე ვიტყოდი რომ მე ყოველთვის ძალიან მინდა ხოლმე და ამ ეთერში რამდენი გამოსულა ამ ტელე არხზე ყოველთვის ოპტიმიზმის ძებნაში ვიყავი, მაგრამ იცით რა არის აი საერთოდ ეს ავტორიტარულ სისტემებს და დიქტატურებს აქვს ერთი თვისება, ისინი აი მიძინებული აი როგორც ადამიანის ხელში შეიძლება მიძინებული რაღაცა ავადმყოფობები იყოს, ყველაფერს აქტიურებენ და სააშკარაოზე ზემოთ ამოაქვთ. აი გამოაქვთ და ამ შემთხვევაში მთელი საზოგადოების, რა ვიცი, მე ვიტყოდი ხრწნა დაგვანახა. ჩვენ ძალიან ხრწნის პროცესში აღმოჩნდით და აი ყველაფერი ცუდი რაც იყო, ყველა მხარეს გულისხმობ მე, აი ყველაფერი ეს აი აყროლდა უცებ თითქოს, მთელი ქვეყანა აყროლდა. ძალიან მძიმეა დღეს ამის ყურებაც და გაძლებაც და რაღაცა ოპტიმიზმის შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით მე მიჭირს დღეს რაღაცა ოპტიმიზმის თუნდაც ჩემ თავში პოვნა და ნახვა. აი მართლა რაღაცნაირად გადარჩენაზე უნდა იფიქროს ადამიანმა, რომ გადარჩენაზე გულისხმობ არა მარტო პოლიტიკურ გადარჩენაზე ან ეკონომიკურ გადარჩენაზე, არამედ ის რომ უკანასკნელ დონეზე არ გათახსირდე და ამ გათახსირებას ხედავთ ყველა მიმართულებით ჩვენ. გათახსირების ნაწილში შევხვდით ტოტალიტარიზმს ახასიათებს, სხვა შორის სტალინურ პერიოდს ახასიათებდა ძალიან. ეს თქვი სტალინის საითკენ გადაიხედავდა ნეგატიური ან პოზიტიური თვალით, ხო? აი ჯერ ვთქვათ, ნიკო მარი იყოზე, ეს ყველაზე ისეთ მაგალითია, ხო, რომ ეს არის მთავარი ენასთან დაკავშირებული, და მე ნიკო მარი დაგმეს და ვთქვათ, იყო ჩიკობავა მართალია იქ ძალიან აშკარა იყო, რომელი იყო მართალი და რომელი ტყუილი, მაგრამ
მაგრამ აი ზოგადად ყველა მიმართულებით ახასიათებთ ეს რომ დღეს არის აღაზევებდნენ მე კიდე შეიძლება აღეზევებინა. ანუ და ადამიანები ასე ტოტალიტარულ რეჟიმებში ყალიბდებიან მაყურებლებით რომ ეხლა იქნებ მე გადმომხედოს პოზიტიური თვალით. მე ვხედავ ადამიანებს ჩვენ საზოგადოებაში რომელიც ასე უყურებენ უკვე ბიზნესს როგორც მოცემულობას, რომელიც იქნებ მეც გადმომხედოს ახლა რაღაცნაირად პოზიტიური თვალით. ასეთ დროს ეს გამოცდილება ქართულ საზოგადოებას აქვს რაღაცნაირად ქართულ საზოგადოებას შეუძლია ადაპტირება ავტორიტარიზმთან ასე ოღონდ საკუთარ თავზე ზრუნვის მიმართულებით. ხედავ ამას და მათ შორის აი მე არ მინდა ხოლმე რომ ძალიან ესეთი ვარდისფერი სათვალით უყუროთ იგივე ჩვენს წარსულს და მე-20 საუკუნის ისტორიას. ფაქტია, რომ საბჭოთა საქართველო იყო კომპარტიის წევრთა რაოდენობით პირველ ადგილზე სხვა მოკავშირე რესპუბლიკებთან შედარებით, ხო? ანუ 400,000 კომუნისტი. ხო, 5 მილიონი ნახევრიან ქვეყანაში 400,000 კომპარტიის წევრი და მე მახსოვს კარგად ირაკლი იმ თაობას მივეკუთვნები, რომ გაიზარდა საბჭოთა კავშირში. ჩაწყობით ღვთამით ხდებოდა კომპარტიაში მოხვედრა. ანუ ეს ხო ფულის გაკეთების საშუალება. აი დღეს ეგეთი რაღაცა გამიგია რომ ბუდაელი რო გახდა, უნდა ფული $5,000 გადაიხადო რომ გაკურთხონდა. აი ეგ დაახლოებით ეგეთი იყო. ღვთამით ხდებოდნენ კომპარტიის წევრები. ანუ ტაციაობა იყო, ვინ უფრო მეტად კონფორმისტი გახდებოდა. ადამიანებს ზრდიდნენ ეს კომუნისტი რამდენი დადიოდა ეგეც არის ხო? ამასაც თანაფარდობა კომუნისტები არ მახსოვს მე, რა ვიცი, მე მაინც ბოლო გაქნევას მოვესწარი ჩემი აზრით ახლა შეიძლება სხვაგან გაწავედით, მაგრამ გვაქვს ამის შესაძლებლობა. ხუთწლიანი კომუნიზმის დროს საქართველოში 56 წელს დამთავრდა, რაღაც სტალინიზმთან ერთად დამთავრდა ეგ და ქართველების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს არის მოცემულობა, რომელთაც უნდა ვისარგებლოთ და გადავიდეთ სხვა რაღაცაზე. იქ ძალიან მაღალი სტალინის სიცოცხლეში და სტალინის ქართველობა განაპირობებდა აი ამ სიმბოლურ კაპიტალს, რომ კი არ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ რეალურად შენი ღმერთის ტოლი კაცი არის ქართველი და ფაქტობრივად ქართველისთვის ეს იყო ასე ვთქვათ სიმბოლური კაპიტალი, სიმბოლური პრივილეგია. და რა თქმა უნდა 56 წელს დასრულდა ეს სტალინის იმედ გაცვლებად შემეცდმა თელ ამ რეჟიმზე, მაშინ დადგა, ოღონდ გადადგა მიღება ახალი მოცემულობის, რომ ჩვენ ვიწყებთ ახლა სხვა რესურსების დაგროვებას. მე იწყება გლოვა იმის, რომ აი რა ხელა ვიყავით და ეხლა რა სულ დღეში ვართ. ეს ძალიან კარგად არის პირდაპირ ქართულ ლიტერატურაში ასახული. სტალინის პერიოდის ქართული ლიტერატურა არის, აი ჩვენ ვართ, რაც ვართ და ყველაფერი ჩვენ ვართ და სამყაროს საწყისია და მე კარგ პოეტებს გულისხმობ და კარგ მწერლებს. გიორგი ლეონიძის ბელადი. ანუ ეს არის კოსმოგონიური მითიკა საქართველოს, ხო ქართული ნაციონალიზმი, აი ეს რო რაც ყველაფერი ჩვენ ვართ და ყველაფერი საუკეთესო და უძველესი, ეს სტალინური მითია. ეს ჩვენ ვერ დავემშვიდობეთ ამ ნაციონალისტურ მითს. პირიქით, დღესაც მიდის რეპროდუქცია ამ მითის. და არ არის აუცილებელი რომ ხა ივანიშვილის იდეოლოგები არ არიან მაქელა ინტელექტის პატრონები რომ თუნდაც ამის რეპროდუქცია შეძლო და ნუ ამ მითებს თავის ცხოვრებაც აქვს ხო ეს სხვანაირად ხდება თავისაც აგრიდან ხდება კი ეს ქართული ნაციონალიზმი რომელმაც ჩვენ დაგღუპა საბოლოო ჯამში ყველა თვალსაჩინო ანუ ქართულზე რა აქვს ნაციონალიზმის იმ კონკრეტულმა სტალინურმა გამოჭედილმა ის აღმოჩნდა დომინანტი თეორია და დღემდე აგრძელებს ამას სიცოცხლეში. ანუ ნაციონალიზმი რომელმაც ჩამოყალიბება დაიწყო ილია ჭავჭავაძის ხელში, გამოიწვია ანუ ბოლო ნაწილი აღარ არსებობს ის ვერსია შთანთქა სტალინის პერიოდის ქართულმა ნაციონალიზმმა. ილიას სახელით, ილიას კულტით, ილიას მამად შერაცხვით, ილიას იუბილე 27 წელს აი დახვრეტების პერიოდში და ილიას კულტი დააფუძნეს მაშინ. აი ის რომ მის შესახებ მიწაცეს ხო? მანამდე დაგმობილი იყო ილია არის სწავლებული. ხო ის მიჩნეული სკოლებში არის სწავლებული და მისი მკვლელი დადიოდა და იძახდა ამ ხელებით მოვკალიო. მაგრამ მე უცებ ამოატრიალა. ხო, ეს სტალინმა ამოატრიალა ეს, მაგრამ აი ხა საინტერესო რაღაცას ვხედავთ. ნაციონალიზმის კვალი, ნაციონალიზმის ისეთ მოვლენა არის ძალიან საინტერესო. მე ჩვენთან ხო არის 2-3 წელიწადში ერთხელ აი ბოლო წლებში უყურებდით ახალ ტალღას აქციებისას და სულ ხედავდი აი ამ ტალღაში პირველ კურსელებს რომლებიც ყველაზე წინ იყვნენ ხოლმე ამ აქციას. სკოლის მოსწავლეები მე-11 მე-12 კლასელები და პირველ კურსელი მეორე კურსელები. აი მან ხედავ ხოლმე როგორი ცოცხალი რაღაცა ეს ნაციონალიზმი როგორ გადაეცემა ერთმანეთს ყველაზე პოზიტიური გაგებით მათ შორის. ანუ რაღაცა ის ჩაკლად შეიძლება სურვილი იყოს, მაგრამ თავიდან თაობას გადაეცემა. ახლა ჩვენ ხედავთ ამ ნაციონალური ნარატივის ამოცვლის აშკარა მცდელობას. აი კობახიძის გამოსვლა რაც იყო, ხო? ჩემმა თაობა მათ შორის ვიცით რომ გეორგიევსკის ტრაქტატი არ იყო კარგი, ვიცით რომ კრწანისის ომში რუსებმა მიატოვეს ერეკრე, ვიცით აი ამას მოყვება ხო ეს ნარატივი 100-ზე დგას ბოლო 35 წელი არ დგას იმაზე რომ რუსეთმა ჩვენ კარგი რამე გაგვიკეთა.
ახლა ხდება ამის ამოცვლის მცდელობა არის აშკარა. საერთოდ რამდენად შესაძლებელია ეს, რამდენად არსებობს ამის გამოცდილება, რომ ჩამოყალიბებული ნაციონალური ნარატივი ამოიცვალოს. და მეორე მხრივ ამათი მცდელობა რამდენად ესეთია შორსმომავალია ამ აი ეხლა მე ცოტა თუ გვაქვს ამის საშუალება ოდენა წინიდან პიროვნული გამოსილებით დავიწყებ 93 წელს ტრაქტატის იუბილეზე მე ვიყავი 13 წლის და ამ ფაქტმა განაპირობა ჩემი ცნობიერების ჩამოყალიბების აი საძირკველი გათხარა, იმიტომ რომ ბავშვი ვარ, რაღაცა გარდატეხის ასაკს უახლოვდები და მე ისტორიკოსების გარემოში ვიზრდებოდი მშობლები. არმენოლოგი იყო ბავშვი. კი, საქართველოს ისტორიის სპეციალისტი და მისი სამეგობროს რო იკრიბებოდნენ, აი მაშინ კურსს უგდებდი რას ლაპარაკობდნენ და მე როგორც თუთიყუში ვიმეორებდი და ესე ვთქვათ პირველი ესეთი ანტი იდეოლოგიური განცხადება სკოლაში მაშინ გავაკეთე, არა იმიტომ რომ გაცნობიერებული მქონდა, რომ ყური მოვკარი და მეც თუთიყუშივით გავიმეორე. რომ ეს ცუდია, ეს არ არის კარგი და ეს აი წიგნი ფიცისა რო გამოვიდა, ის მართლა სამარცხვინო ფილმი და აი მაგაზე რეაქცია ჩვენ იძულებით დავყავდით სკოლიდან მთლიანი ბავშვები გვაჩვენებდნენ ამ სავალდებულო იყო ამისი ნახვა. ეს ალბათ კერძო ინიციატივებიც იყო ადგილობრივ სკოლებზე და მე მქონდა აბსოლუტურად ნეგატიური რეაქცია, არა იმიტომ რომ გაზრებული მქონდა, მაგრამ მესმოდა უკვე. ამან დააჩქარა პროცესები. დააჩქარა გაჩნდა დისიდენტები, ეს პირველი პოლიტპატიმრები ამ 80-იანი წლების თამარ ჭყეიძე, გია ჭანტურია, ეს ირაკლი წერეთელი, ესენი მაგის საპწინააღმდეგო გამოსვლებს შეეწირნენ, ასე ვთქვათ, დააპატიმრეს მაშინ ისინი, ხო? ამან რაღაცა ტალღა წარმოშვა. ანუ ესეთი თავს რომ გახვევენ, ამაზე გააქვს რეაქცია. კი, უარყოფითი რეაქცია გაქვს, ხო? ამას ძალიან ბევრი ფაქტორი, როგორ შეუცვალო, ვთქვათ, ნარატივი, ეროვნული ნარატივები როგორ იცვლება და როგორ ხდება მისი ინდოქტრინაცია, ამას ბევრ ფაქტორზე, კობახიძის ერთი განცხადება და რაღაცას, ჩემი აზრით, უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს და არანაირი აქ ნარატივები თავისთავად იცვლება და უნდა შეიცვალოს კიდევაც, ეს არაფერი არა, მაგრამ ვინ აკეთებს ამას, რა ფორმით და როგორი სახით. ეხლა იგივე მე ვფიქრობ, რომ ერეკლე მეორის ხსოვნას და პატივს არავინ იმდენი ზიანი არ მიაყენა, როგორც ქართულმა ოცნებამ და მისმა აი ამ ფსევდო რაღაცა რო ერეკლეს იცავენ, ვისგან იცავენ, საიდან იცავენ, ანუ ეს რა იყო, ეს რაღაცა უგემოვნო ძეგლს რო დაუდგა, რომელიც აღა მაჰმად-ხანს უფრო გავს ვიდრე ერეკლე მეორის კახეთის გზატკეცილზე. უნიჭობა, აი გოიმობის საბჭოთა კიჩი, მაგრამ ამასთან ერთად ესეც კიჩი არის, ხელოვანი ბერძენიშვილი დგამდა და მერაბიშვილი დგამდა ესეთ ძეგლებს. დიდი ხელოვანები იყვნენ ისინი, რომლებიც ასევე სახელმწიფო დაკვეთებზე მუშაობდნენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ისინი დიდი ხელოვანები იყვნენ. ეხლა ვინ არიან, საიდან ანუ აი ხედავთ უკვე კორუფცია ისეთი სიმსივნის მეტასტაზებით არის მოდებული, რომ რაღაცა სიმახინჯეებს წარმოშობს. ეს რა თქმა უნდა კორუფციით არის, ანუ სად გაგონილა ესეთი უნიჭობა, ანუ უფრო დიდ ზიანს და უფრო დიდ შეურაცხყოფას როგორ მიაყენებდი ერეკლეს ხსოვნას და კიდე რაღაცა ტინკისობები, რომელიც მოაწყეს, რომ ერეკლე ბაბუს ვინ პაპა შენია, როგორ ბედავს საერთოდ, როგორ უნდა გაბედო მეფე თუ მაგ კუთხით შევხედავთ. რა უფლებით ბედავ შენ ვიღაცა, რომ ბაბუთ და პაპათ მოიხსენიებ ერეკლეს, ვის მეფეს, ღვთისგან მირონცხებულს. ანუ ამათ რაღაცები ძალიან ეშელება. ერეკლეს ხო რა უქნეს, აიღეს ერეკლე მეფე, რომელსაც თავისი უზარმაზარი ბიოგრაფია აქვს და დაცალეს მთლიანად ყველანაირი შინაარსიდან, დაიყვანეს გეორგიევსკის ტრაქტატამდე და თქვეს რომ ბიძინა და ერეკლეს ერთი და იგივეა. ამას მეუღლებია ხო? იცით რა არის, აი განსხვავება რა არის, რომ მე კარგად მახსოვს იცით რა არის, აი ეს არ კეთდება, ეს ვერ კეთდება, აქ არის კიდე რაღაცა ისტორიული მომენტის მუხტი. აი ის მუხტი, რომელიც ჩემთვის მე არ მოვიტყუები, რა უნდა მოვიტყუო მთელი ბიოგრაფიის ნაწილია, ხო? არ ვიყავი გამსახურდიას მომხრე. მაგრამ გამსახურდიას აი ის თაყვანისმცემა ის იყო ნამდვილი. ხელში რო აყავდათ ეს ხალხი არ იყო ფულმიცემული და არც პროპაგანდისტების გამოყვანილი. იმ ხალხს ეს იყო მართლა ღვთაება. ის იყო ზე ადამიანი, ის იყვნენ თაყვანისმცემლები. ეს იყო ნამდვილი მუხტი.
აბსოლუტური სინამდვილე იყო ამაში. და ბიძინას რომ რამდენი არ უნდა დაარქვა რომ სულიწმინდა გადმოსულია მასზე და რა ვიცი გაკაცებული ლოგოსია და მერტია და განყოფია. ნუ ესე არ ხდება. ამითი თვითონ აკნინებენ ეს უნიჭო პროპაგანდისტები. ბიძინას საერთოდ ძალიან არ გაუმართლა მე მგონი თავის თავის მიმდევრებში, იმიტომ რომ ამდენი უნიჭო და უსაქმური და რა ვიცი, გონება შეზღუდული მოუწევს დიდი შიდა წმენდის ჩატარება. ძალიან კაცრად, იმიტომ რომ თუ უნდა გადარჩეს, ეს ხალხი უნდა დაუყოვნებლივ მთელი თავის მათი მოგონილი კანონებიანად, იმიტომ რომ მას აზიანებენ. ყველა თვალსაჩინო, ბიზნეს თვალსაჩინოთაც აზიანებენ მათ. და შეუძლია ხელი შეაწმინდოს, რომ მე არაფერშუაში არა ვარ, აი ამათ ჩაიდინეს ეს. ვინ დაუჯერებს და რაღაცა სხვა საქმეა, მაგრამ ესენი მართლა მას აზიანებენ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეუნებ, ეგრე არ ხდება. ეგრე არ ხდება პროპაგანდა. მათ არ იციან, წაიკითხონ ბერნაისი გამოიცა ქართულად 1930 წელს დაწერილი სხვა შორის არ შეცვლილა არაფერი. აი რაც 1930 წელს ჩამოაყალიბა ბერნაისმა აი ამ წიგნში პროპაგანდაში, რომელიც ახლა ქართულად გამოვიდა, არაფერი რეალურად ძირითადი პრინციპები იგივეა, მაგაზე მუშაობს ყველგან ყველაფერი, მათ შორის სარეკლამო, აი კოკა-კოლას რეკლამა იქნება თუ საპნის რეკლამა, იგივე პრინციპზე მუშაობს ზუსტად, თუ ბანანის რეკლამა. და უნდა იცოდე ამისი მექანიზმი, ამათ არ იციან, აი ძალიან დილეტანტები და ძალიან უნიჭო ხალხი ყავს ირგვლივ შემოკრებები. შორის მადლობა აი ამ კომენტარისათვის, რომ მეც მგონია, რომ ჩვენ ვაზვიადებთ ხოლმე ამ პროპაგანდის ძალას, იმიტომ რომ ამ პროპაგანდის ძალასაც არა, აი მართალია ძალიან გაზვიადებულია და იმიტომ რომ ინარჩუნებს ძალაუფლებას ამ უნებლიო რამაგრად მუშაობენ და სინამდვილეში ჩემი ყველა ქართველამდე არ მისული ის რომ აქ რაღაცა საშინელი აქ ხარს. აქ ეგ არის. მე არ მგონია რომ ქართველი იყოს, რომელიც ამას ვერ ხვდება. უბრალოდ აქ არის მე არჩევანების საკითხი დგება. ხო, ძალიან კლასიკები არჩევანების საკითხი დგება, ზოგი რა მოტივაციით და პოლიტიკური გემოვნება თან სპეციფიკური გემოვნება არის, ვერ გაიგებ. არც განათლების ცენზე არ მიმული, არაფერზე არ არის მიმული, რაღაც სხვა ემოციას მიყვება, როგორც წესი. მაგრამ რა არის ის იდეები, რასაც წინააღმდეგობა ასეთ დროს შეიძლება ჩაეჭიდოს? იდეებია საჭირო, თითქოს იდეების ნაკლებობა არის, მათ შორის ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაშიც. იდეებში ხო იცი აი მართლა ძალიან რთულ და უცნაურ პერიოდში გვიწევს ცხოვრება, რომელიც აი ჩვენს იდეებსაც განაპირობებს. ეს ივანიშვილი არ არის ლოკალური მოვლენა, ეს არის მართლა რაღაცა გლობალური კატასტროფის მოვლენა, სიმპტომი, ერთ-ერთი გამოვლინება, მე ვფიქრობ, არა მარტო რუსეთთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, რუსეთი და ირანი ხო უშუალოდ მიმული არის მასზე და შესაბამისად მე მგონია რომ აი აქ რაღაცა ძალიან დიდი აი სამყარო რო განიცდის ესეთ როგორც კლიმატურ ცვლილებებს და ტექტონურ ცვლილებებს ჩვენ დღეს ესეთ პერიოდში ვიმყოფებით. ამდენად აი რო გითხრათ ხო აი მე განცხადებულად მემარცხენე პოზიციები, მაგრამ რო გითხრათ რომ აი იქ არსებობდეს ამისი გადარჩენის რაღაცა რეცეპტი არ არსებობს. არ არსებობს, აი ეს არის რაღაცა ჩვენ ვიმყოფებით აი ეთნოლოგიური, ეთნოგრაფიული ტერმინია ლიმინალურ მდგომარეობაში. არც იქავართ, არც აქავართ. აი რაღაცა ძალიან გლობალურად იცვლება სამყაროში. რა მიმართულებით წავა ეს ბოლომდე პროგნოზირებადი არ არის. იმიტომ რომ აი ნახეთ, აი თქვა გერმანია ავიღოთ, ხო? აი ამ დიდი ტრანსფორმაციის პერიოდში, სადაც ლიბერალ-დემოკრატიული ცენტრის ჩამოშლა მიმდინარეობს, ორი ფლანგი გაძლიერდა. ეს არის მემარჯვენე რადიკალიზმი, ნეოფაშისტური AfD და მემარცხენე ყოფილი კომუნისტების ყველაზე პოპულარული ორი პარტია არის. რეალურად ამ ორ პარტიას შორის მიდის ბრძოლა. იმიტომ რომ ამჟამად მართველი ქრისტიან-დემოკრატებიც უკვე კარგავენ მასობრივად პირველი იყო სოციალ-დემოკრატები, რომელმაც დაკარგეს და ავტორიტეტი და წოლა, იმიტომ რომ ისინი დაემსგავსნენ ქრისტიან-დემოკრატებს, არაფერი სხვაობა მათ შორის არ იყო. და ნომენკლატურული ეხანდელი მართველი პარტიები, ხო? ნომენკლატურად იქცა ჩვეულებრივ, იდეები აღარ აქვთ არცეც. ხდება რადიკალიზაცია. ჩვენ ამას ხედავთ საფრანგეთში, მელანშონი და ლეპენი არიან მთავარი კონკურენტები, ანუ მემარცხენე რადიკალები და მემარჯვენე რადიკალები და რეალურად აი ამ ტიპის პოლარიზაცია მიმდინარეობს სამყაროში. ივანიშვილი რა ტიპის პოლარიზაციას წარმოშობს, ჩვენ არ ვიცით ეს ჯერჯერობით. ეს აუცილებლად წარმოშობს, იმიტომ რომ შესაძაც მთელი კონცენტრაცია რაღაცა ერთი მიმართულებით მიდის, ის რაღაცა ტიპის კანონი არის, ხო, დიალექტის კანონი, იმის საწინააღმდეგო უნდა წარმოშოს. და მე ყოველთვის ძალიან მაშინებს ხოლმე, იმიტომ რომ შესაძაც ერთი მხარის რადიკალიზაცია მიდის, მის წინააღმდეგ წამოსული არ იქნება ლიბერალური ძალა. ის რადიკალური ძალა იქნება.
ბევრად უფრო რადიკალური ვიდრე ჩვენ გვინახავს. ეს შემაშინებელი, იმიტომ რომ რეალურად ამას გრევა მოაქვს, ძალიან დიდი საზოგადოებრივი დაპირისპირება მოაქვს, როგორც ყველა ტიპის პოლარიზაციას. იმიტომ რომ ჩვენ რეალურად ეს უფრო მეცაც ვიტყვი, ივანიშვილი არ არის მარტო ეს არასწორია ხოლმე რომ აი კრემლი და ესენი კი შეიძლება მე ვერ ვიტყვი, არა ვარ კომპეტენტური და ვერცერთი ჩვენთაგანი დღესდღეობით კომპეტენტური ვერ იქნება ამაში. ისტორიკოსები დაასაბუთებენ თქვა ნახევარი საუკუნის შემდეგ ვინ ვისი შემოგზავნილი თუ დანიშნული თუ ჩასმული იყო თუ არ იყო. მაგრამ რეალურად ის მოვლენა რაც ეს ოლიგარქიული მენტალიტეტი და ეს ბიზნეს მენტალიტეტი რომელიც ყველაფერს ყლაპავს და ითვისებს ეს რეალურად არის ჩვენი კულტურის დაავადების სიმპტომიც. ანუ ეს დამოკიდებულება ფულის მიმართ. ჩვენთან ზოგადად ყველაფერი ჩვენ ყავს განათლების მუშაკი ბიზნესმენი, მენტალობით, კულტურის მუშაკი ბიზნესმენი, რომელიც ყველაფერზე აი ის რომ მინისტრი რო ყავდა რომ დღეში 5, ღამეში 5 პროექტს წერო, აი ეს მენტალობა იყო დომინანტი. აი მე ცოტა სხვა კუთხიდან მithყავ. ყველაფრიდან ფული და სარგებელი იშოვონ, აი ეს იყო ჩვენი კარტო. მე მინახავს ადამიანები როგორ იცვლებიან ძალაუფლების წინაშე, პოლიტიკური ძალაუფლების წინაშე. და ჩუდი სანახავია. აი ადამიანურ ურთიერთობაში რო შეხვდება ერთ-ერთს. მაგრამ ამაზე შემზარავი სანახავია, როცა ახლობ ადამიანს როგორ იცვლება ფულის, მდიდარი კაცის წინაშე. და ეს საქართველოს ხაშურის დიდი პრობლემა არის. ფული, სიმდიდრე ეს რაღაცა ავტომატურად სulis მოცემულობას და ივანიშვილთან დაკავშირებით მისი ძალაუფლების თავარი ხიბლი სწორედ ამაში რომ მდიდარი. სulis მახსენდება ოსტატსა და მარგარიტაში ვოლანდი თავარი ეშმაგი ფიგურა ყველაზე კარგი რომ ამბობს რომ ეს გულობწყვილობა და ეს სიმბრიყე ადამიანს ყოველთვის ჰქონდათ რომ ეგონათ რომ ფული აი ფულებს ჩამოაყრევინებს თეატრში. რომ ეგონათ რომ ეს რაღაცა მათი ბედნიერების მომტანია და მე ყველა იმ მომტანის რომ იქვე მე რამდენიმე ერთ საათში რომ უკვე ყოფა ეტირება აი ამისი ჩვენება არის და ეს ჭეშმარიტება არის. მაგხრივ ნამდვილად ჩაიყოლა ამ თავისი ფულით და ამ სქემებით ძალიან დიდი ნაწილი და ბოლო აი მაგალითად ერთი სქემა არის ეგეთ კოლ-ცენტრები ქართული საზოგადოების დასაქმების გზადრო იქცა ეს რომ ახალგაზრდამ უნდა ქუიქურდოს იყაჩაღოს გაძარცვოს და ეს არის და ეს მიღებულია კი ხო და აი მე ვიტყოდი რომ იცით აი ჯერ ხომ მართლა რაღაცა საქართველო არის უპერვერსიულესი ქვეყანა მე ვერ წარმომიდგენ იმიტომ რომ ესეთი პატარა ქვეყანა რომელშიც ამდენი კოლ-ცენტრია და ვითომც არაფერი და იქ შეინთაობის და უფრო უმცროსები არიან დასაქმებულები. ანუ ის ხალხი რომელიც უცხოენა იცის რაღაცა, ანუ რომლისთვისაც რეალურად არანაირი მორალური ზღვარი აღარ არსებობს, მუხრუჭი აღარ არსებობს. ხო შეგიძლია სინდისი კონდეს სუფთა, იმითი რომ ყოველდღე რამდენიმე მოხუც ანადგურებ და ძარცავდა კლავ ფაქტობრივად, ხო? ანუ რეალურად შენ ხარ მკვლელი და ეს შენთვის მისაღებელია, ხო? და ივანიშვილი მე ვიტყოდი რომ ეს არის რა ვიცი, მთელი თავისი ყველაფრით რაღაცა სარკეც არის, კუთხით თუ შევხედავთ სამომავლო პოზიტიური კუთხით, დაგვანახა რა. ყველა ცუდი ნაწილები. ხო, ჩვენ რა ცუდები ვართ დაგვანახა. თავისი მდინარაძეებით და კობახიძეებით და აი რა ცუდები ხართ შეხედეთ თავს. აი ესენი ხართ. აი ჩაიხედავთ და დაინახავთ ამ მამარდაშვილის აღარ გამოცდილებად იწეს. გამოცდილება რომელიც აღარ გამოგვადგება. ხო, ან იქნებ მაგან მაინც დაგვახვედროს, დაგვანახოს სინამდვილეში რა ვართ. აი პოსტივი უნდა ჩართო ის სამეული რო ზის ხოლმე და შეხედო მხოლოდ არა ის რომ ეს ვიღაცა პროპაგანდისტები შეხედო როგორც სარკეს. დღევანდელი საქართველოს სარკეს. აი ეს ახარ. რეალურად ეს ახარ. არ მოგწონს, მაშინ ეს არ მოხდებოდა. ჩვენ რომ ეს არ გდომებოდა, არ მოხდებოდა. ესე იგი თურმე ეს ყოფილვართ. აი სამი ადამიანი არის ქართლის სამი დედა.